მოგესალმებით, მე ვარ გიორგი გურჯალიანი, ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის პროსტატის და მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი. ჩვენი დღევანდელი ვიდეო შეეხება დაკრძალვიან თერაპიას, რომელიც არის ეფექტური და თანამედროვე მკურნალობის მეთოდი, გამოიყენება უროლოგიაში, ქრონიკული პროსტატიტის, ერექციიტის ფუნქციის, ქრონიკული მენჯის ტკივილის სინდრომის და პეირონის ანუ ასოს მოხრილობის დროს. აღნიშნული მდგომარეობები საკმაოდ გავრცელებული არის ჩვენს მოსახლეობაში, ან მამაკაცებზე რა თქმა უნდა საუბარი. ხდება წინასწარ სრული დიაგნოსტირება, შეფასება, ერთადერთი მჩვენება პროსტატის ჭირკვალზე აქვს აღნიშნულ თერაპიას, როდესაც არის HIV ან დიაგნოსტირებული პროსტატის ავტოსებიანი სიმსივნე, თუმცა რა თქმა უნდა აღნიშნული თერაპიის ჩატარება ხდება წინასწარ სრულფასოვანი ჩატარებული კვლევების საფუძველზე. აღნიშნული თერაპია ჩვენს კლინიკაში ტარდება თანამედროვე შვეიცარიული ფირმის შნორცის ფოკუსირებული აპარატით, ან ფოკუსირებულ აპარატს უპირატესობა აქვს სხვა მსგავსი ანალოგიებისგან ის, რომ შერჩეულ ანატომიურ უბანში მიზნობრივად და რაინოზივად გადასცემს აკუსტიკურ ტალღას, რაც უზრუნველყოფს შედეგის ეფექტურობას და სამომავლოდ მნიშვნელოვნად აისახება მამაკაცთა ცხოვრების და ჯანმრთელობის ხარისხს. დაწვრთნილი თერაპია თანამედროვე, ანუ ბოლო ევროპის უროლოგთა ასოციაციის ბოლო გაიდლაინში არის ცალკე შეტანილი როგორც მკურნალობის მეთოდი, როდესაც ერექციული დისფუნქცია განპირობებული არის ვასკულოგენური ეფექტით. აღნიშნული თერაპია გამოიყენება რობოტ ასისტირებადი რადიკალური პროსტატექტომიის შემდგომ, როდესაც არის ჩატარებული ლეიფშენახველი მეთოდით, უზრუნველყოფს ასოს რეაბილიტაციას, უწყობს ხელს ქსოვილების რეგენერაციის აღდგენას, რაც მნიშვნელოვნად აისახება მამაკაცთა ცხოვრების ხარისხს.